ტვირის ეთერიდან ეს გადაცემა კვირის მოვლენაა. მე მისი წამყვანი ნათია სტეფანიშვილი გახლავართ. ჩვენი გადაცემის თემა არის თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი და მოსალოდნელი სატრანსპორტო კოლაფსი. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე სტუმრად მომეწვია გადაცემაში ეკოტრანსპორტ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ვასო ურუშაძე, რომელიც უშუალოდ გავაცნობს საკუთარ მოსაზრებებს. გამარჯობა ბატონო ვასო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის დროის გამონაკლისათვის. პირველი შეკითხვა ასეთი რომ ცნობილია რომ 2016 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 800.156.000 ლარით და შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად რა პრობლემების აღმოსახვად არის ეს ბიუჯეტი გათვლილი? ამ შემთხვევაში ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგის სფერო არის საგზაო ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. ჩვენ თუ გადავხედავთ წინა წლის ბიუჯეტს შევადარებთ ეხანდელი 2016 წლის ბიუჯეტს, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა წინა წელს იყო 115 მილიონი და ის შემცირდა 1.400.000 და ეხლა არის 105 მილიონი. რასაც ჩვენ ასე ვთქვათ ვაკופით და ვაფასებთ, გამომდინარე რომ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში, გასული წლის განმავლობაში თბილისის მერიას მიმართავდით რეკომენდაციებით და ურჩევდით მათ, რომ პრიორიტეტი თბილისის 2016 წლის ბიუჯეტისთვის თუ ჩვენ ვსურდა რომ თბილისში აღმოგვეფხვრა ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც ქვია საცობები, უნდა ყოფილიყო პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, თუმცა შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ თბილისის მერია აცხადებს, რომ მათთვის პრიორიტეტი არის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა ბიუჯეტი გვეუბნება საპირისპიროს, იქ არის თანხების კალება, 10 მილიონით შემცირება, რასაც მარტივად შეგვიძლია შევაფასოთ და გასული წლის გაზრდილი შეძარებით უფრო დიდი ბიუჯეტით რა პროექტები განხორციელდა თბილისის მასშტაბით ინფრასტრუქტურული და შეგვიძლია უკვე ვივარაუდოთ თუ შემცირებული ბიუჯეტით რა ინფრასტრუქტურული პროექტები შეიძლება განხორციელდეს 2016 წელს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მეორე მუხლს ბიუჯეტის, სადაც უშუალოდ სატრანსპორტო სისტემის განვითარების ბიუჯეტი არის, იქაც არის შემცირებული თანხები დაახლოებით 3 მილიონით და საერთოდ არ არის ნახსენები არსებული მუნიციპალური ტრანსპორტის ამ შემთხვევაში ავტობუსების მოწესრიგების და მოვალა შეკეთების ხარჯები და არც იმაზე არის საუბარი რომ ახალი ავტობუსების შეძენა მოხდეს და ეს ბიუჯეტის ყოველ შემთხვევაში ეს ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მაგრამ როგორც თბილისის მერია აცხადებს რომ ამაზე მუშაობს და რაღაც ასე ვთქვათ სესხთან დაკავშირებით არის საუბრები, რომ გრძელვადიანი სესხის მეშვეობით მოხდეს ავტობუსების შეძენა, თუმცა ესეც ჯერჯერობით არის განხილვის საგანი. ჩვენ ერთადერთი რაც ნიშნულოვნად არის შეცვლილი ამ მიმართულებით არის 7 მილიონი ლარი გამოყოფილი საბაგიროების მშენებლობისთვის, საბაგირო სატრანსპორტო საშუალებების მშენებლობისთვის, რაც რა თქმა უნდა არის კარგი, მაგრამ ეს სამწუხაროდ ვერ აღმოფხრის საცობების პრობლემას, იმ პრობლემას, რომელიც დღეს ყველა ადამიანს აწუხებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად მუნიციპალური ტრანსპორტი, იმიტომ რომ ზოგადად განვითარებულ ქვეყნებში, სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში თუ მსოფლიოს ქვეყნებში საცობების პრობლემა დღის დასაწყისში დგას, ან წარსულში შეიდგა, ან ზოგადად ეს პრობლემა მხოლოდ თბილისისთვის არ არის და მხოლოდ საქართველოს არ არის გამონაკლისი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსი და ყველაზე განვითარებული ქალაქის ყოველთვის არის, რა თქმა უნდა, დაისვას ადამიანთა მათ ქალაქში მცხოვრები ადამიანების უფლებები და არა როგორც თბილისის მერია აანონსებს გარკვეულ რეგულაციებს ებრძოლოს ავტომობილებს ან ებრძოლოს ამ შემთხვევაში მძღოლებს, როგორც იყო მაგალითად მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა, როცა თბილისის მერმა დააანონსა, რომ ეს არის საცობების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა რა თქმა უნდა არანაირი კავშირი არ არის ამას ნებისმიერი მძღოლიც კი დაგვიდასტურებს. შემდეგ იყო პარკირება ტროტუარზე, ანუ ადგილების შეზღუდვა პარკირების, ესეც საცობების პრევენციასთან არანაირი კავშირი არ არის და პირიქით ეს ხელი შეუწყობდა ამ შემთხვევაში საცობების წარმოქმნას და განვითარებას. შემდეგ იყო ფასიან გზებზე საუბარი, თბილისის მერია ამასაც აანონსებდა, ესეც რა თქმა უნდა არის მიუღებელი ჩვენი ქალაქისთვის, რა თქმა უნდა ამ ეტაპზე განსაკუთრებით. ანუ რეალურად ყველა ის ინიციატივა თბილისის მერიიდან რაც იყო წამოსული, იყო საპირისპირო ზოგადად რეალურად როგორც ხდება ეს ცივილიზებულ საყვაროში, ანუ ამ შემთხვევაში წმეხი მოდიოდა მოქალაქეებზე, რომ აი მაგალითად დამნაშავე არის მძღოლი, დამნაშავე არის მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, დამნაშავე არის ქვეითად მოსიარულე
და ასე შემდეგ. რეალურად ეს პრობლემები გვარდება სხვანაირად, ანუ ერთი არის ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განვითარება, როგორც უკვე აღნიშნე, და მეორე არის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება. ანუ ჩვენ თბილისის მერია უნდა მუშაობდეს ამაზე და ხელისუფლება რომ მოქალაქეებს შეესაბამოს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება, მიმზიდველი, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს თქვენ უარი თავისპირად ავტომობილზე, ემით გადაადგილებაზე და აირჩიონ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება, რომელიც იქნება კომფორტული, იქნება სწრაფი და ეფექტური, რაც თბილისში დღეს სამწუხაროდ არ არის. ანუ ყველა ვინც მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტით შეგვიძლია ძალიან მარტივად შევაფასოთ და აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ არც უსაფრთხოების სტანდარტები არ არის დაკმაყოფილებული იმ ავტობუსებში, რომელიც დღეს თბილისში არის ექსპლუატაციაში, არც ეკოლოგიური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამაზე აღარ ვისაუბრებ. აქაც ძალიან დიდი პრობლემებია, იმიტომ რომ მთლიანად ამორტიზირებულია იმ ავტობუსების ზრდავები, რომლებიც დღეს არის მუნიციპალური ტრანსპორტი და ზოგადად მიკროავტობუსებსაც თუ შევაფასებთ და ზოგადად კომპლექსურად მივუძგებით და ყველა სატრანსპორტო საშუალებას ავიღებთ, რაც თბილისში ეგრეთ წოდებული მუნიციპალური ტრანსპორტის სტატუსი მატარებელია, არის მოუწესრიგებელი და არის არა მგზავრზე ორიენტირებული და ხშირ შემთხვევაში პრობლემას უქმნის მგზავრებს გადაადგილებაში. არის შემთხვევები, როცა არის გადატვირთული, არის შემთხვევები, როცა მგზავრი უბრალოდ დანიშნულების ადგილზე ვერ მიდის თავის გარკვეულ დროში და ასე შემდეგ. ანუ მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს თბილისის მერიის, არა ის რომ ებრძოლოს მაგალითად ავტომფლობელებს, მცხოვრებს, ქვეითებს და მათ გადააბრალოს ეს ყველა პრობლემა, რომ მათგან მოდის ეს, იმიტომ რომ ისინი არ ღვევენ მოძრაობას. კი არის რა თქმა უნდა შემთხვევები, როცა საცობების წარმოქმნის მიზეზი არის ის, რომ მძღოლი არ ღვევს საგზაო მოძრაობას, თუმცა ამას უნდა არეგულირებდეს საპატრულო პოლიცია და საპატრულო პოლიცია უნდა ახდენდეს იმის აღმოფხვრას მძღოლის შესაბამისი სანქციებით დაჯარიმებას. შესაძლებელია მართვის მოწმობების სისტემის თავიდან ასე ვთქვათ შეცვლა და არა ისე როგორც დღეს არის, მაგალითად იმ ადამიანებს, რომელსაც აქვს იმის ფუფუნება, რომ თვის განმავლობაში იხადონ უამრავი რაოდენობის ჯარიმა და მათთვის ეს ფინანსურ პრობლემას არ წარმოადგენს, შეიცვალოს სისტემა და იყოს სოციალური თანასწორობა მიმართულებით, როგორც არის გერმანიაში და სხვა ბევრ ქვეყანაში, როცა ჩვენ ვარ ღვევთ, გარდა იმისა, რომ ჩვენ მივხდით ჯარიმას, ჩვენ ვაგუროვებთ ეგრეთ წოდებულ წითელ ქულებს, რომელიც გარკვეულ ზღვართან როცა მოვახლოვდებით, შეიძლება ეს იყოს 100 ბალი, ამ შემთხვევაში 100 ქულა, გვიწევს მართვის მოწმობის თავიდან გადაბარება. შესაბამისად, ეს დისკომფორტი არის ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის და უკვე ეს არის ერთ-ერთი პრევენცია იმისა, რომ არ იყოს დარღვევები ქალაქში საგზაო მოძრაობის კუთხით, რაც შესაბამისად აღმოფხვრს ერთ-ერთი მიმართულებით საცობების პრობლემას. სწორედ ეს პრიორიტეტი უნდა იყოს თბილისის მერიის და ბიუჯეტშიც რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ასახული. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ნიუანსია, თბილისის ბიუჯეტში არის ჩადებული 4 მილიონი ლარი იმისთვის, რომ მიიღონ კონსულტაცია, როგორ უნდა აღმოიფხვრას თბილისში საცობები და როგორ უნდა მოაგვარონ სატაქსო გადაყვანების ლიცენზიის საკითხი. ანუ თანხა, რომელიც არის ძალიან ასე ვთქვათ სოლიდური 4 მილიონი ლარი შეიძლება და ერთის ან მინიმუმ ან მაქსიმუმ 2 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება თბილისში არის გამოყოფილი მხოლოდ კონსულტაციისთვის. არის რა თქმა უნდა ბუნდოვანი, არ ვიცით რა, ანუ კონსულტანტების ვინაობა, ეს იქნება უცხოური კომპანია, ადგილობრივი ექსპერტები, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ საერთოდ უსასყიდროდ თბილისის მერიას ჩვენივე რესურსით საქართველოში არსებული ექსპერტების ჩართულობით, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით შევთავაზეთ ეს რეკომენდაციები, კონკრეტული პროექტების შევთავაზეთ და დღეს როცა ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირება ხდება და 4 მილიონი ლარის გამოყოფა ხდება უბრალოდ კონსულტაციაზე, იმისთვის თუ რა უნდა გააკეთოს თბილისის მერიამ, ფიქრობთ რომ არ არის პრიორიტეტული, იმიტომ რომ ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის მართველების და ხელისუფლების არჩევა ხდება სულ რაღაც 3 წლით და რაღაც თვეებით და ამას ეს 3 წელი თუ ყველა ხელისუფლებამ, რომელიც შეიცვლება მოანდომა იმას, რომ ჯერ ანალიზი გაუკეთოს, ყველაფერს კვლევები ატაროს, რაღაცა კონსულტაციები მიიღოს და შემდეგ ისევ გადის ეს 3 წელი და შემდეგ ახალი ხელისუფლება მოდის და ისიც იგივეს აკეთებს, უბრალოდ განვითარების დონე იქნება მინიმალური და შესაბამისად ეფექტური ხელისუფლება ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, კვლევებზე დაყრდნობით, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ეფექტურად და სწრაფად და არა ისე, როგორც დღეს
თბილისის ვიცე-მერი აკეთებს განცხადებას, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი გათვალისწინებული იქნება თბილისის განვითარების გეგმაში. თბილისის განვითარების გეგმა არის დაახლოებით 3 წლიანი პროექტი, უკვე 2 წელია დარჩენილი თბილისის განვითარების გეგმის დასრულებამდე და რეალურად ეს პროექტი არის 80%-ით შესრულებული თბილისის შემოვლითი რკინიგზა და 2013 წელს უნდა დასრულებულიყო. ანუ ჩვენ ხელოვნურად ვახდენთ რაღაც არსებული პრობლემების, რომელიც უკვე თვალნათლივ ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ეს მოაგვარებს ძალიან ბევრ პრობლემას, მაინც ბიუროკრატიული გზებით წელავთ დროში, რომ თითქოს რაღაცა გენერალური გეგმის ფარგლებში მოხდება ამის განხორციელება. ეს რა თქმა უნდა არის მაინც მივდივართ პოლიტიკურ პრობლემასთან, ეს არის პოლიტიკური პრობლემა, ეს არის მენეჯმენტის პრობლემა, ეს არის არაკვალიფიციური კადრების პრობლემა. სამწუხაროდ მაინც ყველა ის პრობლემა, რომელსაც ჩვენ გასულ ეს თქვათ ვისაუბრეთ, ჩვენი განაცემის განმავლობაში საბოლოოდ მაინც მიდის იმ ადამიანებამდე, რომლებიც მართავენ ამ პროცესებს და არიან პასუხისმგებლები ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკაზე საქართველოში, სხვა მიმართულებებს ამ შემთხვევაში არ შევეხება. იქიდან გამომდინარე, რომ დამთავრდა ესე იგი საზაფხულო არ დაგები ასევე შვებულებები და უმეტესად უფრო გადაჭედილია ხო თბილისის ქუჩები. მაინტერესებს არის თუ არა იმის საშიშროება, რომ მოხდეს სატრანსპორტო კოლაფსი. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ვისაუბრეთ უკვე, რა არის მთავარი პრობლემა, რის გამოც დაიწყო საცობების წარმოქმნის და ასე ვთქვათ განვითარების ესე ვთქვათ რა შედეგი მივიღეთ დღეს და რატომ მივიღეთ. ანუ ეს იყო გამოწვეული სწორედ იმიტომ, რომ არ ვითარდებოდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ან ეს საკითხი არ იყო პრიორიტეტი თბილისის მერიისთვის და როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ასევე საქართველოს მთავრობისთვის. სულ რაღაც რამოდენიმე თვეა, რაც თბილისის მერია აცხადებს და ადასტურებს, რომ არის და ისინი აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ეს პრობლემა არ დგას თბილისში და ეს ჩვენი მხოლოდ ექსპერტების და ჩვენი მოქალაქეების რაღაცა გამოგონილი მითი იყო, რომ და შევჩენკოვის ხდებოდა გადაბრალება რეაბილიტაციის მქონე პროექტებზე, ინფრასტრუქტურის პროექტებზე, ეს ყოველთვის საკუთარ ახალი გზა მარშალ-გელოვანის ხიდის რეაბილიტაცია, რომ თითქოს ეს არის პრობლემა, მაგრამ ამ ინფრასტრუქტურის პროექტების გამართვის შემდეგაც მაინც ხედავთ, რომ საცობების ეს რო წარმოქმნა და საცობები თბილისში არ მოგვარებულა და ვერც მოგვარდება. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ საბოლოოდ თუ ესეთი პოლიტიკა იქნება ხელისუფლების მხრიდან მივიდეთ იქამდე, რომ მივიღოთ სატრანსპორტო კოლაფსი, მოძრაობის პარალიზება, რაც არის საცობების უკიდურესი ფორმა, ანუ ამ შემთხვევაში ხდება მთლიანად მოძრაობის გაჩერება გარკვეული საათების განმავლობაში და რეალურად მოძრაობა არის მთლიანად შეჩერებული და მთლიანად პარალიზებულია მთელი ქუჩები, გარკვეული ქუჩები, გარკვეული უბნები. ეს რამოდენიმე ამის უკვე ასე ვთქვათ მაჩვენებელი თბილისში გქონდა ჩვენ დაახლოებით გასული კვირის განმავლობაშიც იყო და თუნდაც 2014 წელსაც იყო ეგეთი შემთხვევები, როცა გარკვეული უბნები რამოდენიმე საათით იყო პარალიზებული და ეს არის ის ნიშნები, რომელიც უნდა იყოს საგანგაშო თბილისის მერიისთვის, რომ რეალურად იმ პოლიტიკით, რომელსაც დღეს ახორციელებს საქართველოს მთავრობა და ამ პრიორიტეტებით, რაც დღეს არის, მათთვის მომავალში შეგვიძლია მივიღოთ უკვე ინტენსიური სახით ესეთი პარალიზება და საბოლოო ჯამში მოძრაობის კოლაფსი, რაც პრობლემა უკვე ყველასთვის გასაგებია. 2016 წლის ბიუჯეტს თქვენი აზრით, ანუ რამდენად სწორად არის დაგეგმილი ეს ბიუჯეტი და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, ანუ ყოველი ამის მიხედვით, აი რაში ხედავთ გამოსავალს, რომ ეს კოლაფსი თქვა იყოს აღმოფხველი. პირველ რიგში რაც უნდა გაკეთოთ ეს თბილისის მერიის მხრიდან ბიუჯეტის შეცვლა უნდა მოხდეს, ანუ ბიუჯეტში თანხების აკუმულირება ძირითადად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რა თქმა უნდა არ არის საკმარისი ის თანხა, რაც დღეს არის გამოყოფილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, უნდა დამატებით მოხდეს გარკვეული თანხების აკუმულირება სწორედ ამ მიმართულებით, ასევე პრიორიტეტები საგზაო ინფრასტრუქტურული კონკრეტული პროექტების უნდა შეიცვალოს. არის რამოდენიმე პროექტი, რომელიც მაგალითად ემსახურება მთაწმინდაზე გზის მშენებლობა მხოლოდ ემსახურება არა მოძრაობის განმტკიცებას, არამედ თბილისი პანორამას პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ინფრასტრუქტურული პროექტი და კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში თბილისის პანორამას პროექტს და სხვა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი არის ისეთი ჩადებული, არის მახათას მთაზე მშენებარე საგზაო ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა ისეთი პროექტები, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის თბილისის ცენტრში, განსაკუთრებით საცობების
პრობლემების აღმოფხვრასთან და მოგვარებასთან შესაბამისად ეს პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს ამისთვის თბილისის რომ აქვს ჯერჯერობით დარჩენილი და უნდა მოხდეს განსაკუთრებით პირველ რიგში თანხის გაზრდა და დამატებითი ფინანსური აქტივების მობილიზება საგზავნო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით და განსაკუთრებით სადაც არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემა იქ განხორციელება ინფრასტრუქტურული პროექტების მინიმუმ რომ ავიღოთ ეს არის მარშალ-გელოვანისა და სანდრედის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ეს არის სააკაძის მოედანზე ორდონიანი მოძრაობის მოწყობა 26 მაისის მოედანზე ორდონიანი მოძრაობის მოწყობა ეს ხდება ხიდების და ესტაკადების და გვირაბების მეშვეობით და რეალურად აი ეს შეიძლება იყოს საწყისი იმისთვის რომ ჩვენ მომავალში თავიდან ავირიდოთ თბილისში საგზავნო მოძრაობის პარალელიზება. კარგით. დიდი მადლობა გადაცემაში მოგზაურობისათვის. კარგად წამდებოდეთ.